არა უშავს ბავშვი თავიდან დავიწყოთ. ეხლა მივხვდი რა ღილაკი რასაკეთებს. ესე იგი 4 კუთხედი არ დარტყმა, ხო? წავიდა. წიხს ნუ რატომ იქცევ კაც ბავშვი რასაკეთებ? როგორ პირველივე წუთში მაკრატელა გაგიტანე. დაწყნარდი ბავშვი, დაწყნარდი. თამაში 90 წუთი გრძელდება ბავშვი, დაიმახსოვრე. მიდი. გოლ! კარგი. ნახე. წიხს ნუ უტყავ მეთქი, გეუბნები ნუ აქცევ. ნახე გაიგონა, დაინახა მე მგონი იმ გოგომ. როგორ გაგიტანე გოლი და დაგცინის? რა ვიცი, გოგოა ვითომ ეხლა რა ანერი ხმა ამოსდის რა არის არ ვიცი რა გოლ! კარგი ბავშვი ისევ თავიდან დავიწყოთ რა ხდება კიდე ფეხბურთს თამაშობთ? ვინ იგებს? რა 22 კითხვებსო თეკლა ვინ მოიგებს ეხლა რა არის ვერ გავიგე ბავშვი 3-0 მიდი 3-0-ია. Adeki მიდი. თეკლა, არ გინდა ეს მე და შე რო ვითამაშოთ გადაიგეთ. არა, პატა, არ მინდა, არ მიყვარს ფეხბურთი. მართლა? ხო. თეკლა, შენთვის მაგარი თამაში მაქვს. თქვა მოგიტან. ო, მართლა, რა თამაშია? რა და თავარი ხარ და ქმარს ეძებ. იკა, ადექი გამორთე კომპიუტერი და დაიწყე მეცადინეობა. პატა, უნდა იმეცადინო სამან რა და კი, ეხლა ხო, მოიცადე. პატა, ლაშა. დაშები ახალი პირსახოცი იყიდე? და პირსახოცი არა, აქ არის პროფესორი და მე გუგასთან ვიბანავე. ხო. ისა, ლაშა, მე არ მიჯერებს და უთხარი რა, ნიკას ადგეს იმეცადინოს, დილიდან თამაშობს და მეცადინეობა საერთოდ არ ახსოვს. როგორ არა მახსოვს, უბრალოდ მეზარება. აი? იკა, დაუჯერე თეკლას. ხო. საერთოდ საიდან მოიტანე ეს ფეხბურთი, რა? ეგ ისა რეზოს დისკი არის, მამამის მოუყიდა და მათხოვა. მამამის მოუყიდა თუ სამეზობლოში აგროა ფულება, კარგად დაფიქრდი ბავშვი ეხა ეს დისკი, ჰა? მამამის მოუყიდა. ნიკა, დადე ეხლა ეგ, დადე ჯოისტიკი. ჩქარა, დადე ჯოისტიკი. დადე. ადექი, წადი ეხლა შენ და კარი გააღე. დარტყმა რომელია, დარტყმა ისა, სამკუთხედი. უკაცრავად, პროფესორი აქ არის? კი, მანდარი. ბატონო პროფესორო, აქ ხარ? ახლა ვარ. შეიძლება რომ კი, რა ვიცი, რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ბატონი პროფესორის დაბადების დღეა. იცოცხლე ახო. ილოცავ ბატონი პროფესორი. გავლმე, ხო? მოიცა, ერთი წუთი. დაბადების დღე აქვს? კი, როგორ არა. სხვათა შორის დღეს. მაგარია, ხო, რა არის, ხო. ბატა, იკისრებს ვითო? რა ვიცი, თუ შეუჩნდი, იკისრებს. აბქენი? ნუ შეუჩნდე და იკისრებს, შეუჩნდი. მიდი მე შეუჩნდი და აკისრებ.
ჯერ შენ შეუჩნდი და მე შეუჩნდები და იკისრებს. ორივე შეუჩნდეთ ეგრე და მაგისნებით რა. ორივე ერთად როგორ შეუჩნდეთ ლაშა ჯერ შენ შეუჩნდი მე მოვა და მე შეუჩნდები. ცალსაკე შეუჩნდით. კარგი, მაგრამ ეხლა პირდაპირ აბაზანაში ხوار შეუჩნდები. რატო უნდა შეუჩნდი აბაზანაში? გამოვა კაცი და მე შეუჩნდები. მოიცა, რას თამაშობთ? უჩნდებით რა. ბატონო ფიზიკოსო გილოცავ. არ ჩახუტება და კოცნა არ გვინდა. რატო? წვერი ახალი გაპარსვინოს და კანი გამიღიზიანდები. კი მართლა. გილოცავთ, რამდენი წლის გახდით პროფესორო? დიდი ვარ რა. მაინც? არც თუ ისე დიდი ახლა. იცი ბატონო პროფესორო ახლა ჩვენ აქ საუბრობდით და ვინდა ჩვენ რა ვიცი ვინც აქვართ რა და მსჯელობდით და ვფიქრობდით რომ ახლა ბატონი პროფესორი აღნიშნავს თუ არა დღევანდელ საღამოს თქო და მუსიკა გართობა მხიაროლება კარგი აზრია ეს გაშალეთ და საღამოს გამოვარ მას ეს უკაცრავად აქ გავშალოთ ხო აბა ამასთან ვერ დავეწევით ადგილი არ არის და ხო მართალია სივიწროვია ხო სივიწროვია ეგეც არის მაგაში არის ისა მომის ეხა რა შემომიჩნეთო ხო შალვა პატას ძალიან მოეწონა შენი შვილი აღფრთოვანებულია ასეთი სილამაზე არ მინახავსო შენმა შვილში მინა რაო ჩემ ვაშკაძე რა თქვა არ მოწონს კარგი რა ჭირს ახლა ჩემ პატას იმთხა გოგოს დასაცული ბაბუ კოლტე ბაბუ რა არის და რა უნდა ჩემს საწოლში ამას რა არის ბაბუ და ღამე შემოვედი ახლა როგორ ძინავს მეთქი და ისე იყავ საბანში გახვეული ვიფიქრე ახლა ცივა მეთქი და თბილისწყალი ჩავასხი ბოთლში და შემოგიგორე კარგი რა ბაბუ რა კარგი რა შემომიგორე კაცო თავსახური მოზორა თურმე და მოზურა თავსახური და დაიღვარა თეოლოგიაში და გამოვიხვიძე და გული გამისკიდა კინიღა მე მეგონა შევსხმეთი ბიჭი კაცო გოგა ხო არ შემოსულა? გოგა შემოვიდა გოგა გამარჯობა თქვენ ალბათ არ დავბრძანდებით ხო როგორც ყოველთვის დავბრძანდით გოგა დავბრძანდით ესე აი თბილად კომფორტულად რა არის გოგა რა რატო ხარ შეწუხებული რა ხდება გოგო რა ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე რა გადაწყვიტე წერას უნდა დავანებო თავი ეგრე რა გოგა ეგრე რა სადიყავი ახლა კაცო რა ეტო რა მოგინდა ეგრე რა მოიცა რა თქვი ეს ხო რა თქვი ეს რა ვთქვი რა ვთქვი გუგა ესე იგი აღარ გინდა ეს ფუცლები? აჰა, გასაგებია. იცი რა არის გუგა ისა რა ქვია. მოდი ერთი მომიხმარე რა, ეს დივანი ამაწევინე. ცოტა ის არის ყანყალებს გაიგე და შეუდგა თქვენს რა. მოდი ხო რაღაცაში გამოვიყენოთ ეს დიდუბელი სოსო, კაცო ესე ხო არ იქნება ეხლა. მომეცი აქ. კაი რა დღეს ხუმრობაა ახლა რა. გუგა, რატო ანებებ წერას თავს? რატო ანებებს წერას თავს? გეტყვის რატომაც არ ხო იცი პასუხი რა ხია პასუხი როგორ არ ვიცი ამ ჯერ ეგ რა კითხვა რატო ანებებს წერას თავს ვერ ხვდები ეხლა რა შეასაქმე მუზები გაუფრინდა ნუცა ხო გაუფრინდა იცის ხო ეხლა აქ ხო ცივა გაიგეთ ცივა და გუგას მუზები გაუფრინდა თვი ქვეყნებში მერცხალებთან ერთად ხო როგორ არის ისე ვინე როგორ მიფრინავენ ისი ჯერ მერცხალია მერე მუზა მერცხალი მუზა მუზა მერცხალი მუზა მერცხალი მუცხალი მეზა მუზა მერცხალი აი ეგრე არის დაგემართე თუ დავწერო. კარგი აღარ ვიხუმრო გუგა რა მოგივიდა ეხლა რა იქ. კაი გუგა რა დაგემთავრებინა მაინც ის დიდუბელი სოსო. თან ის ბოლოს ფეხებით იყო ხეზე ჩამოკიდებული. ხო მალხაზმა ჩამოახჭო ხო ჩამოკიდა. ხო ბევრი ვიცინე.
კარგი რა პირველი ნაწილი რო დავწერე მაგიტომაც წაიკითხა ყველა 10 კაცსაც არა აქვს წაკითხული მე ვიცი ერთი ადამიანი 10 ჯერ აქვს წაკითხული 11 ჯერ კატე ბაბუ 11 ჯერ კიდე წავიკითხეთი აუ რა მაგარია ამის მერე რო აღარ იტყვი აუ რა მაგარია ჩემი აზრით არ უნდა დაანება შენ წერას თავი. აუ, კოტე ბაბუ, იცით რა არის? ამას ჭირდება ეხლა რეკლამა. პიარი ჭირდება. ხო, ბაბუო ჩემი. ხო და გოგა, გავიკეთებ ამ პიარს და მე მთელი ქვეყანა წაიკითხავს შენ მოთხრობას. მოიცა შვილო ახლა. დაცინვა არ ჯობია ახლა? ჩვენი დაცინვა არ ჯობია ახლა მთელი ქვეყნის დაცინვა? კარგი იყო მომეწონა გუგა შენ ხო არ გონია ეხლა მე აქ ჩუმად რო ვიყავი არაფერს არ ვფიქრობ და არაფერი იდეა მომივიდა ისი რა ვიფიქრე ეხლა რაზე ვფიქრობდიო კარგი დავიწყო თავი და დაუშვათ წერას თავი გაანები არ გამოგდის გაანებე თავი დავივიწყოთ ეგ ყველაფერი მაგრამ რა არის ეხლა ეს დიდუბელი სოსო მაინც შენი ბრენდია ხვდები და სულ ისე უყურადღებოთაც ნუ მიატოვებ გუგა და მოდი ისი რა ქერი გამოთვალე და ისე გაყიდე ჰა ისე რა უნდა გამოვთვალო პატარ სოსოები აი ესე კარგი გუგა ახლა გეხუმრება ახლა შენ კარგი ბიჭი ხარ ახლა ყურადღებით ყურადღებით აი შემოუძახო და შენ თავს შემოუძახო აიგე თავს გეუბნება ხო შემოუძახე შენ თავს კარგით რა ვიდი გუგა შემოუძახო არა ვიდი გითხრა როგორ და შემოუძახო როგორ და ესე აი გუგა ვიდი რა ეშველება ახლა ამას? ეშველა უკვე ეშველა. გავა მაშინ ახლა ცოტა. ახოდი მცა. ოი, ისე, არასწორად შემოუძახე. აი მეც მაგას. აბა რა გუგა. გას მოდი აბა ერთდროულად, მოდი. მოდი. გუგა. ეგრე, კარგია? კარგი, მიდი. მიდი, ნუცა, კარგად იყავ. კარგი. ვაიმე ბაბუ არა იმან კი დაანება წერას თავი მაგრამ ეს დაანებებს ეხლა იმას თავს ვიტყვი აი არ ამგონია რაღაც ის არა ლაშა არა რა წარმოვიდგენდი პროფესორის დაბადების დღის სუფრის გაწყობა მე თუ მომიწევდა ხო მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რა გავაკეთო ისე ლაშა მართლა ძლიერი ფიზიკოსია კი რას ლაპარაკობ საკუთარ თავზემა გამოცდილი. რა ვაჩუქო ისე თეკლა კი არ ვიცი, ჰა? რა ვიცი, აბა. ოი, ლაშა მართლა. მოიცადე? ეს ხო არ ვაჩუქოთ. არა, თეკლა რას ლაპარაკობ? ფიზიკოსია და ეწყინება. ხა, ქიმიკოსი რო იყოს კიდე შეიძლება, მაგრამ არა. ეგ არა. ხო. მე ვიცი რას გაუხარდება. აბაზანაში წყალი დაუგუბოთ. და იხობი ჩაუყაროთ. მაგრად გაერთობა. ნიკა, რას აკეთებ შენ? აუ ხო რა ცოტა ხაში ვიბეცაირებ, გეხვეწე. იმეცადინებ კი ორზე ჩართე. დილამშვიდობისა. ხო ელენე. ხო ვერ მოვიფიქრე რითი დავიწყო ჯერ სალათებით თუ ცხელი კერძებით. სახლი დავალაგო ჯერ? ხო, კარგი. ხო. ნიკა, დედა მოგიკითხა. შენ გენაცვალე გო? ხო, რა ვიცი, ნიკამაც მოგიკითხა გენაცვალეო. ხო. კარგი, კარგად ელენე, კარგი. მიდი, პოს. გამორთე კომპიუტერი და იმეცადინე. ნიკა, მეორედ არ გამამეორებინო, გამორთე და იმეცადინე. მიდი. ნიკა, არ გამამეორებინო, მეორედ გამორთე კომპიუტერი და იმეცადინე. არ გამამეორებინო, ნიკა, მეორედ გამორთე და იმეცადინე. თეკლა, მათემატიკაში რა ნიშანი ყავდა? მიდი. რა. ლაშა, გეხვეწები, შენ მაინც უთხარი რა მექნას, გამორთე. კი, ვეტყვი. აუცილებლად ვეტყვი, რომ გამორთოს. ნიკა. მაგრატელას როგორ ურტყავ?
ოთხკუთხედი და X-ი. ო, კაი. ჩემ კარში გავიტანე. ვაშა უთხარი გამორთოს კომპიუტერი და იმეცადინოს. ნიკა, გამორთე კომპიუტერი. თუ გამორთო წაგება ჩაგეთვლება. მიდი. პას! გოლ! რა გიხარე, მე გაგიტანე. მიდი ეხლა ჩქარა გამორთე კომპიუტერი და დაჯექი იმეცადინე. უყურებთ ამას. მართლა რა. სუსტი ხარაბიძია. ხო ელენე. ხო, ქათმის საათის გაკეთება გადავწყვიტე. ხო, მაგრამ ვერ ვიპოვე ამ წიგნში და რა? ქათამი უნდა მაგას? ხო, კარგი, აბა მითხარი დავიმახსოვრებ. ქათმის ფილე, მაიონეზი, მარილი რითი? გემოვნებით. ხო, კარგი. ხო, ესე იგი, რა უნდაო? ქათმის ფილე, მარილი არ ვიცი, მოდი ჯერ სახს დავალაგებ. თეკლა, მე ახლა პაატასთან შევივლი. მე ფიზიკოს ვნახავთ და ვკითხავ ერთი აბა რამდენ სტუმარს ელოდება აქ ჩვენთან. ხო, ისა ვაშა პაატასთან უნდა შეიარო, ერთი წუთით მაშინ. ხო, რა? ხო, მოიცადე. ვაშა, აი ეს ქვაბი ბარემ წაუღე რა. კოტებაბუ ამ თქვა, იმდენი ხანია ჩემი ქვაბი სახში არ მაქვს. ხო, კი, მეც მახსოვს, მეც მითხრა რომ რაღაცა რა ყურძენი დავწურო თუ რაღაცა. კი, წავიღებ აუცილებლად. ხო, კარგი, შენ გინდა მოგეხმარო მაგაში. არა. ხო, კარგი, წავიღებ. ეხლა ნიკა მომისმინე შენვე? ეხლა მე მივდივარ. და რო ამობრუნდები, ხო? აი მე ვნახავთ ვინ ვის მოუგებს. ხო, ვნახავ. ხო, ვნახავ. შენ წაგებული წამოაყოლე. გამოვაყოლებ, დიახაც პორტოხლის წვენი, ხო? ხო, 10 პორტოხლის წვენი. 10, ხო? კარგად გახსოვს ეგ შენ. როგორც ცნობილია, მხოლოდ მცენარეებს შეუძლია საკვების შექმნა. როგორც ცნობილია, მხოლოდ მცენარეებს შეუძლიათ საკვების შექმნა. წავიდა? არ წაიღო ეს ქვაბი, ხო? ხლაშა რა შვები შენ მეცადინეო? როგორ ვიმეცადინებ, მაგ რაღაცას აჩხარუნებ და. კარგი, ნიკა, არ დავალაგო სახლი? მაშინ მე კოტებაბუსთან გავალ და იქ ვიმეცადინებ. კარგი, ნიკა, მიდი და ბარემ მეც ამ ქვაბს წავიღე. მიდი, ჩქარა წავედით. ჩქარა, მიდი. შემდეგ თავადის ასწავლო. ნიკა. ეს მაგარი მყავს რა. დიახ. გთხოვთ გაუშვათ ბიონსეს სიმღერა. ხო. ეძღვნება სვეტას. მადლობთ. თეკლა რა ხო იცი რომ ღია არის ხოლმე. აი კოტებაბო ეს ქვაბი მოგიტანეთ. ო, ცოტა ყურძენი მთა დავწურო და. დიახ. ხო, კოტებაბო ნიკას დაგიტოვებ ცოტა ხნით რა მიცადინეთ თუ შეგიძლიათ. კი ბატონო. კარგი. თეკლას ეჩქარება სახლი უნდა დაალაგოს. უკვე მიდის. მიცადინოთ? რა გაქვს აბა გაგვეთილები? ფიზკულტურაში რომ ახატა. ხო. ქართული მათემატიკა და ისტორია. აუ არ უნდა გამომეკრა რა ეს გაკვეთილების სხდვა. ხო. ნიკა რასაკეთებ? ისა კოტებაბო მე თქვენ მობილურს წავიღებ ნიკამ რომ არ ითამაშოთ. ნიკა მომეცია. ხო. ეგლა გენაცვალე. ხლა ჩემი ისე
ჩემ მესიჯებში არ შეხვიდე შემთხვევები, სვეტამ უნდა დამეკონტაქტოს და კარგი, მადლობთ. კარგი. ნება მიმეცადინოთ მიდია ოიტანა ციგნები აიყო რა რა მოგივიდა უცელი მტკივა კოტებაბუ კარგი რატო ბაბუ ისა კოტებაბუა დამავიწყდა თუ გითხრათ მუცელი მტკივაო არ დაუჯეროთ ხო ოიტანა ხა ციგნები აუ კოტებაბუ მართლა ძალიან მტკივა რა მოგივიდა გაცივდი ბაბუ თორაში კოტებაბუა თუ გითხრათ მართლა ძალიან მტკივაო მაინც არ დაუჯეროთ მოკლედ ვერაფერი ვერ მოვიტყვი დღეს რა მჭირს რა რამე სხვა უნდა მოვიფიქრო ხო მოდი ახლა ისტორიაში ვიმეცადინოთ ხო კოტებაბუ ისტორიაში ვერ ვისწავლი ციგნი დამეკარგა როგორ დაგეკარგა შენი ისტორიის ციგნი აქ არის გუში ხო შემომიტანა და შემინახე ორი დღითო მოიცა მოვიტანა ხო კოტებაბუ ჯერ ხო არ გვეთამაშა რა ბაბუ რა არა ბაბუ ჯერ ვიმეცადინოთ მე რომ სამეცადინო მქონდა ხოლმე რა მათამაშებდა ბაბუა როგორ შეიძლება ეს ბაბუ ნახე ვაუ მაშინ ასეთი სათამაშო არ იყო ბაბუ ესეთ რეაქციას ვატარებ, რომ ხალხს ვურიგებ დიდუბელისასას ეგზემპლარებს. მე წაიკითხავენ, რაღაც პოპულარული გახდება, ილაპარაკებენ და მე ხო იძულებულები იქნებიანო დაუბეჭდონ. ხოდა რა ვიცი, რაღაც კაი გამოვა მე მგონი. აუ, ისეთ ძალიან დიდი მადლობა რომ ნებადამთეთ, რომ აქაც ჩამეტარებინა რეაქცია. აუ, რას ვიზავიცით? გუგას ვეტყვი რა თქვენი ბარის სახელი ახსენოს მოთხრობაში და თქვენიც რაღაც რეკლამა გამოვა თქვენთვისაც. არ არის საჭირო, ნუ შეწუხდებით. არა, რა შეწუხება? თან იცით რა არის, მაინც უნდა ახსენოს რამე ბარის სახელი და იცით საათ აი დიდუბელისასო და მალხაზი რა ჭუბობენ ბარში, აი ყველაფერს რო ლეწავენ. აუ, რა მაგარია, იცით, სოსო ეუბნება მალხაზს რა, რომ შენო ბიჭოვის სარკეებს თხოვო და რაღაც და მალხაზი გამწარდება ამაზე, აიღებს სკამს და ესრის სოსოს, მაგრამ სოსო რა სოსოა, გაიწევა და სკამი ხდება ოფიციანს. და უი ხა და ნუ მოკლედ ვეთყვი და ეს ყველაფერი თქვენ ბარში მოხდება ვითომ. იცით რა, თუ მაინც და მაინც ბარი უნდა ახსენოს, ჯობია რომ ჩვენს წინ ბარია და აი იმის სახელი ახსენოს. კარგი, ვეთყვი მაშინ. უკაცრავად ერთი ყავა თუ შეიძლება. ახლა ვარ. თქვენ ყავა შეუკვეთეთ, ხო? გილოცავთ, თქვენ გახდეთ ჩვენი აქციის მონაწილე და აი ვინც ყავას შეუკვეთავს, მიიღებს დიდუბალ სოსოს. უკაცრავად შემეშალა, წყალი მინდა ერთი რა. წყალი, ხო? მაშინ კიდევ უფრო გაგიმართლოთ, იმიტომ რომ ის ვინც წყალს შეუკვეთავს, მიიღებს დიდუბალი სოსოს არა ერთ, არამედ ორ ეგზემპლარს. აი გითხოთ და მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება. ლაშა ნახე მოდი ჩვენი იუბილარიც აკოფილა. და ნუცა. აუ, იცით, დიდუბალი სოსოს რეაქციას ვაკეთებ და ხალხს დავურიგე უკვე რამდენი ცით და მთელი ქვეყანა გაიგებს რა მაგარია. აი თქვენ წანი. ძალიან მაგარი. თქვენ წანი შეუკვეთეთ, ხო? ჩანატარებთ რეაქციას. მთელი ქვეყანა არ ვიცი, პაჰადა, მაგრამ დასუფთავების სამსახური რო გაიგებს ეს ნახდი. კი, სავსეა. რატო? სავსეა მთელი ეზო დიდუბელი სოსოებით. მართლა? მე კი არ შემიჩნევია. რატო? აიტყობა ძირს არ ვიყურებ, იმიტომ მე ხო საერთოდ თავაწეული დავდივარ და მაგრამ ალბათ, კი. გამარჯობათ ბატონო იუბილერო პროფესორო. გამარჯობათ. აბა, რა შრებით დღეს აპირებთ საღამოს აღნიშვნას? საღამოს? ხო. ხო, საღამოს უნდა ვიგრიალო. ხო, მაგარი იქნება, ხო, ვიგრიალო. ესე უკაცრავად დაჯექით ხო გეტყოდით, მაგრამ ორნი ხართ და ერთის გამო. და ეს კომფორტულად. ეხლა ხო, ესა პროფესორო, რა გაგიხარდება დღეს რომ გაჩვქოთ? ეგრო გითხრათ, მე მეწოდინება რას მაჩუქებ და აღარ გამიხარდება. ხო, ეგეც არის, კი. ისე ბატონო პროფესორო, თქვენ საერთოდ რა მუსიკას უსმენთ? ხან რას რა. აჰა, გასაგებია. თქვენი საყვარელი სპორტი? ბიატლონი. და საყვარელი თამაში? მაჯონგი. მაჯონგი? იაპონური თამაში. იაპონური თამაში, მაჯონგი, კი. მაჯონგი და ბიატლონი. აჰა, გასაგებია. კარგი, რა არის მაჯონგი რა? ბიატლონი ხო იცოდი რა.
არ ვიცი ლაშა ეხა მე მოდი იცი რა მე ფულს მივცნო და თვითონ რაც უნდა ის იყიდოს. სად უყიდო ეხა მე ამაზე მაჯონგი და ბიატონი. ეგეთ მართალი. ბატონო პროფესორო. აი თქვენ ხავთ. რადგან დღეს დაბადების დღე გაქვთ, ორმაგია, გილოცავთ. ორმაგად იცოცხლე. დაბადების დღე აქვს? კი. ბატონო პროფესორო. არა, კი გავდივარ, მაგრამ გავიგრო დაბადების დღე ქონიათ და გიტოვებთ ჩუქვით. უღრმესი მადლობა. დაბადების დღეა? კი, დაბადების დღეა. ეს გამოვარდით. მეცხარება. არა, გამოვარდით და მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება. გამარჯობათ, დაბადების დღე გაქვთ, ხო თქვენ გილოცავთ, ძალიან გამიხარდა და აი ეს თქვენ საჩუქრად დიდბელი სოსო. წაიკითხეთ და მიიღეთ სიამოვნების მაქსიმუმი. მივიღებ. ნუცა, მოდი ერთი წუთი, მოდი დაჯექი რა, დაჯექი. ნუცა, კარგი რა, არ ვარ დაათდი ადამიანს არაფერს რა. მე და პაატას გვინდოდა რომ ეგ დიდუბელი სოსო გვეჩუქნა პროფესორისთვის. რა წესია ნუცა რა, ხო შეიძლება რომ სხვაცას დააცადო, არა რა წესია? რა ვიცი. ნუ ვიაროთ ეხლა და უნდა ვეძებოდ და სად უყიდოთ ის რა ქვია კაცო იმას ის მაჯუტოლონი. აი რა ვქნათ ეხლა? რა ვქნათ მითხარი, აბა? მე რა ვიცოდი. აი გამომართვით ახლა და მიიღეთ სიამოვნების მაქსიმუმი მაშინ. კოტებაბუ, გაგიტანოთ ეს სკოლი თუ მაშინდელი უცუდად გახდები. დაარტყი. რა სუსტი გუნდია ეს ინტერია? მოიცა ახლა ჩვენ ძველი თბილისის დინამო არ არის ამაში? ორას დაფრინავდნენ ბიჭები, ახსება? და აი ასე გარბოდნენ თურქ-სელჩუკები. ხო და თან გოყიროდნენ, არა? ხო და თურქ-სელჩუკები გარბოდნენ შეშინებულები, კი, სწორია. კარგით რა კოტებაბუ რა, არც გადაუშლია ისტორიის წიგნი, აი. არა. რა თუნდა ამას ისტორიის წიგნი, რასაც ამას ისტორიაში ასწავლიან, ჩემი თვალით მაკნანა. ხო, სწორია, არ მისწავლი. აი, რატო უთხარი? არ გაგეტანა ეს გოლი და ნიკა, ეს კომპიუტერი როდის გამოიტანე? მე გამოვიტანე, შენ არ გამოვიტანე აი ამ ქვაბით. რა? ხო, შენ გამოვიტანე აი ამ ქვაბით. მოიცა, ამ ქვაბში ვინ ჩადო მერე? ლაშაბიძე სახში არ იყო. ანუ გამოდის რომ მე ჩამედია. კოტებაბუ რა. ნიკა, გამორთეჩქა რა კომპიუტერი და წავედით სახლში. აბა შენ გამორთე. არ იცი, ხო გამორთო. როგორ არ ვიცი? აი აქედან ირთვება. სად არის? მოიცადე? აბა ეს რა ღილაკია? ეს ღილაკი არის ახტომა. ეს არის დარტყმა. ეს არის პასის მიცემა. აი ეს კიდე ბურთის წართმევა. მოიცა, ვის წარ თუ შენ ბურთი მოიცადე? მოიცა ნიკა, მოიცა. არა, თამაში სამამდეა. მოიცა. მოგებულს. პას. არა, მე შევხვდებით აი არა, მე შევხვდებით. არა რა ლაშა რა, არსად გასაშვები არ ხართ შენ და პაატა. როგორ ვერ უნდა გაგეგოთ, როდის არ რამდენი წლის გახდა პროფესორი? რა ვქნათ ახლა თეკლა, ვერ გავიგე. ხო, რა ქენე შენ რა დააწერე იმ ტორტს? არა და პროფესორს ვულოცავთ რიგით N დაბადების დღეს. აი, ყოჩა. აი ხლა უკვე მომეწონა შენი გადაწყვეტილება. ყოჩა. თეკ. თეკ, იცი? მაგარი სიმღერები მოვამზადე და დღეს მაგრად გავერთობით. მოიცა, შემღეროდი? კი. მე მეგონა ის მეზობელი იცინოდა და. კარგი იყო, თეკ. უი, აი, იუბილარიც მოვიდა. ახლა, ჩუქრე. შენ და მოგძანდით, ბატონო პროფესორო.
ხუთი წუთით ადრე მოვედი და თუ გინდათ გავვა სადარბაზოში და 5 წუთის მერე შემოვა. აი, იუმორია. მობრძანდით, შემობრძანდით. პროფესორო, აი ეს ჩვენგან გილოცავთ კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა. ისა გახსენით. შიგნით რამე დევს? დიახ. იყოს, მაშინ მერე გაქვს. პროფესორო, ეს ჩემგან საჩუქრად მიიღეთ. რატომ შეწუხდით? არა, შეწუხებაა, როგორ გიგედება, ეს ლაპარაკობთ, რა შეწუხება. არა, მე შეფუთვაზე გეუნებოით, გასახსნელი იქნება მერე. ჭირდება. კი, გავიხვალისო. ერთი წუთით კარს გავაღებ, ხო? ეგ ჩემთან იქნებიან. მოგდანდი. გამარჯობათ, მე ლაშა ვარ, მობრძანდით. ეს იმ ხსნარის დამსახურებაა, პროფესორო? გენიოსი ხართ, გენიოსი. იმის არის, იმის. კარი დახურეთ, ხო? ისა პროფესორო, ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან დროხურად. ზანეთ. ეს გასაგები, ეს ვიცანი, ეს არის ავტო. როცა მოვიდა ავტო გაშიშდა, ეგ არ არის, ხო? ეს ექსპერიმენტად ლექსი, ხო, მაგრამ პროფესორო, ეს მეორე ვინ არის? ეს ჩემი კოლეგაა, ფიზიკოსი. ფიზიკოსი? სპორტსმენი ხო არ არის? ნამდვილად, ხო? აჰა, გასაგები, მადლობა. თეკ. დღეს ახლა დალევაწავა და ხალხი დათრომა მე გული მიგზნობს და მაინც ვინმე თუ რამე გაწყენოს ან არ მოგასვენოს მე მითხარი, ხო? აი პროფესორო, ამას ვუხსნიდი ჩვენს დარაჯს და ვერაფრით ვერ გავაგებინე. ეს არის ენერგიის მუდმივობის კანონის კლასიკური მაგალითი. ნახეთ, ჩემი პოტენციური ენერგია გარდაიქმნა კინეტიკურ ენერგიად. და პირიქით. გაზარდა რხევის ამპლიტუდა? ეს გარდაქმნა, გარდმოქმნა არ ვიცი, მაგრამ ნახეთ ცოტა ხანში ეგ სამაძელი როგორ გატყდება. პოტენციურად. მობრძანდით, ხო. ძალიან კარგი. მობრძანდით. ბატონო პროფესორო, თქვენ აქ თავში და კი ბატონო. აკაცრავად. ბოდიში ფიზიკოსო, გაქვს დრო გაგესაუბროთ რაღაც კითხვა მინდა და გამარჯობა პატა. სასიამოვნოა. ხო. რა უნდა მეკითხა თქვენთვის? თქვენ მაინც ახლა ფიზიკოსი ხარ და გეცოდინებათ ალბათ. რა მოინტერესებს ის მართალია ადრე ბავშვობაში რო იყო ხოლმე რო ისა რა ქვია სათვალეს ხვლიკის თუ წაუსმეო ისო რა ქვია მე რა ხოთები რა ლაპარაკი ფოქტული პრაის უკაცრავად ვერ მივხვდი. ვერ მივხვდით. ეგ იმიტომ რომ ფიზიკა, მაინც ფიზიკა, ეთყობა ქიმიის არის უფრო ეგ და იმიტომ ვერ მივხვდით. რა არის? პატა, მოდით დავსხდეთ ახლა რაღაცა. ერთი კითხვა დამრჩა და ახლა ვემოვად. ბატონო პროფესორი, იცით რა მაინტერესებს? ახლა თქვენი არ ხო, ეს არ გიშლით ხელს? რა ვიცი. ეს კოლეგებმა მაჩუქეს დღეს და თუ შეიძლება რომ მაცი ვარ შევინახოთ. ხო, კარგი. მადლობა. აჰა. ჩი? ოღონდ საყინულეში რა თორე აღორთქლდება. საყინულეში, საყინაბა ხა საჯუგარი თუ აღორთქლა, რა გვინდა ეგეთი? პატა, დაშვები ხა. ესე იგი კორიოლისის ძალა, ესე იგი გასაგები, ესე რამდენი რაღაცები არ ვიცით ადამიანებმა თურმე ამ ქვეყანაზე. ლაშა, შენ ეხლა იცოდი რომ თურმე რა ხდება ეხლა? თეკა დაჯექია. თურმე სააბაზანოში წყალი რო იჭედება, მაგას შველის კორიოლისის ძალა, გაიგე? გააკორიოლისის ძალას. ესე იგი ეს ფიზიკა რა მაგარი რაღაცა ყოფილა, ვაიმე. ხო, აბა ბატონო პროფესორ. დიახ. თქვენ ბატონო პროფესორო, იუბილარო ბატონო პროფესორო, ხო? არა, დაბრძანდი თქვენც დაბრძანდი, რა თქმა უნდა. უკაცრავად ის სახელები იქნებ შემახსენოთ. თეკლა და პატა. გაგიმარჯოთ, გილოცავთ, წადი ტორტი მოიტანე. თუ შეიძლება. კი. პროფესორო, გილოცავთ. ჩვენ
დიდი ხანია გიცნობთ, როგორც მე, ასევე ეს ადამიანები. ამიტომ ყველაფერი ვიცით ჩვენ თქვენ შესახებ და არაფერს ვიტყვით. უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ პროტონივით დადებითი პიროვნება ბრძანდებათ. ირიდიუმის კრისტალური მესერივით მყარი და მაგნიტური ველივით ძლიერი. გაგიმარჯოთ პროფესორი. გაიხარი. აბა, ავთოს უსმენთ, ავთოს. ილოცავთ ბატონო პროფესორო, ნიუტონის ფიზიკიდან აინშტაინის ფიზიკამდე რამ ხელა გზაც არის, აი იმდენ ხანს გეცოცხლოთ ზუსტად. ილოცავთ გაიხარ. შეიძლება? მიდი აბა, მიდი, ხო, აბა. აი, რაღა დავამატო. ბატონო ფიზიკოსო, გისურვებთ წარმატებას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და კორიოლისის ძალა გქონოდეთ, ბატონო ფიზიკოსო. ბატონო პროფესორო, რა სიტყვით? მშვენიერი საღამოა. გრიალი. ბატონო? გრიალი. კი, გრიალი. არც ლაპარი. ჯერ სადახართ თქვენ, ჯერ სადახართ. მოგწონთ, ღვინო მოგწონთ? ეს ბიჭი თქვენი ახლობელია? შეიძლება ასეც ითქვას. მაშინ ნორმალური ღვინო. თეკლა. აქეთ მოიტანე, აქეთ, ხო, ათulis სისტემაში მოგვიტანე. ჩვენი ათulis სისტემაში. ვიმღეროთ? ხო, აბა, 3-4. ყველა ერთად. ერთად. ლამაზი დღეა. რანათელი დღეა. იმიტომ ეს ბატონი პროფესორი დაბადები. რანაცნობი მელოდია. არა, წესია ასეთი, ჩააკრეთ, ჩაიფიქრეთ და ჩააკრეთ. დიახ. ერთი კაცურად რა ჩაიფიქრეთ მითხართ. გადანეტა სანთელი ჩავაქრო მეთქი. და მიუბრუნი და დიფუზია მეთქი. რა მაგრა გითხოვთ ბატონო პროფესორო? ეგ დიფუზიო. სახوار გვემღერა, გვემხიარუა. ჰა? არა, რატომ ჩვენ ისედაც კარგად ვგრიალებთ? კარგი, ვაშა, მე წავალ ნიკას გავხედავ, ხო? ხო, მიდი, არ გააგიჟოს ის კაციც. ხო. ეს მეზობელიც არ იცინი საღაცით რომ გავხიარულდეთ მაინც, რა ვიცი. რას გაიგებ? ლა შეიძლება იცინიც კიდევაც, მაგრამ აქედან ისე ჯრიამული გადის რომ გაიგებ. იყავით თქვენ, მე გავაღე. მოდი გუგა, სადახარ ამდეხას ჩვენ აქ დროს ვატარებ? კარგი რა ვაშა, რამე დროს ტარებინება, კაც დეპრესიაში ვარ, წერას დავანებეთ თავი, ეს დროს ტარება. რას ლაპარაკ? რატო კაც? მოდი არა, არ მოდი. გაიცანით, ეს არის უნიჭი წერალია რა. დაჯექი გუგა. გუგა. დიდუბელი სოსო თქვენი დაწერილია? დიახ. თქვენ საიდან წაკითხული რა? ეს მე 2 ეგზემპლარი მქონდა და რა თმიდა მეთქი და კოლეგებს დაურიგე. გენიალური მოთხრობა, აღფრთოვანებული ვარ. ხო, ისე ამას რო კითხო, ღვინო არ ვარგა. გუგა, თქვენ გენიოსი ხართ. ყველაზე მეტად იცით რითი მოვიხიბლე. აი, ხო თითქოს როგორი ქაოსია, მაგრამ როგორი წესრიგი იგრძნობა. ყოველი მეხუთე მძიმის შემდეგ აუცილებლად წერტილია და ყოველი ასეთი მეშვიდე ფაზის შემდეგ ძახილის ნიშანია დასმული, როგორც არითმეტიკული პროგრესია.
ხედავ გუგა, აი ხედავ. ეს კიდე ამბობს წერას თავი უნდა დავალებო. არა გუგა, რას ლაპარაკო წერას როგორ უნდა დაანებო თავი. აგერ უკვე ორს მოეწონა, გადაირივნენ. ხო, გადაირივნენ. აგერ მესამე კიდე ნუცა, ხო, ნუცა. უკაცრავად. იქ ხო? იქით, იქით. უკაცრავად. ხო და მე გეტყვი ახლაში. სამი ხوارია. ხო და ადეგი შენ და 4 ცალიანი ტირაჟი დააბეჭდინე. დაიტაცებენ სულ ყველა. ნუ ერთსაც ვიღაცა იყიდის ახლა და ხო, მოდი ახლა სიტყვა მოიტანა და მოდი გუგას სადღეგრძელო შევსვათ იქნებ რაღაცა. ავტოს უსმენთ, ავტოს. არა, გუგას გაუმარჯოს, გუგას როგორ არ გვინდა. აი მე გვიტყვი რა პირველად რომ დიდუბელი სოსო წავიკითხე, მაშინვე აღმოვაჩინე რომ გუგა აქ არის? აჰა, უკვე დაიწყო ახლა ისე ხაში დამიცადეთ, მე მინდა დავლიო გუგას სადღეგრძე. რა მაგარია, ნუცა. ერთი წუთით რაღაცა მინდა შევამოწმო. ოთახში შედი. მიდი ერთი წუთი მიდი. ხო და რას ვიძახთი? მაშინვე აღმოვაჩინებით, კი რომ ეს არის შესანიშნავი. მე მინდა. არა, მე დავიწყე და დამომთავრებინე. დავიწყე ხა მე ლაპარაკობ. შეგირდო ჯერ მადროვეთ მე. ნუცა. გეჩქარება შენ? არ ვიცი. გოგა მეჩქარება? რა ვიცი, მე უნდა გავიდე დიდუბელის სოსო უნდა გავაგზავნო. რა ვიცი, გეჩქარება თუ არა? მოიცადე, დაჯექი გუგა, დაჯექი. დაასვენე ის სოსო ერთი დღით. დაასვენე. რა მოგივიდა შენ? არ ეჩქარებ. მიდი ნუცა დაჯექი გვერდზე, გუგას გვერდზე დაჯექი. დაჯექი. მიდი დაჯექი მანდ. მიდი. აჰა. ვაა, ეგარი რა. აი ახლა კი ვგრიალებ. წავიდა. რალა მაზი. მისკდება თავი რა. მეტის ღირსი ხარ ლაშა დორონჯაცი. აბა გრავიტაციის სადღერძელოსო ყანწით დალევ. აბა. ეს რა? ლაშა აღარ გაგაღვიძე. ნიკა სკოლაში წავიყვანე. ლუდი მაცივაშია, ფიზიკოსი აბაზანაში. ლუდი მაცივაშიაო, ჯიგარი ხარ რა თეკლა რა. აჰა. რაო, აქ რა წერია? თუქშია საჭმელი ქვაფშია. თეკლა. აჰა. მოგატყუე? მობრძანდით. დილამშვიდობის. უკაცრავ. თქვენ აბაზანაში არ ხართ? აბაზანასთან კი, აბაზანაში არა. და აბა ვინ არის იქ? დილამშვიდობისა. თქვენ მართალი იყავით პროფესორო. ძალიან ხისტი წყალი ყოფილა. აი. ნახვამდის მადლობა.